მოგესალმებით ყველას და გთავაზობთ შოუ-ბიზნესში მოხდარ საინტერესო მოვლენებს. ასე რომ თუ თქვენ გაინტერესებთ რა სიახლეებია კინოსა და მუსიკის სამყაროში, გირჩევთ უახლოესი 20 წუთი ჩვენთან ერთად გაატაროთ. ეთერშია პროგრამა ინფორმატორი ლაილა ისთანერთად. როგორც ყოველთვის თავდაპირველად ქართულ სიახლეებს გავეცდით. შემდეგ კი უცხოეთშიც გადავინაცვლოთ. რუსი მომღერალი ზიმფირა აჭარამეზი ქოლის სცენიდან ნიკ-მისულ საზოგადოებას ტრადიციულად ქართულად მიესალმა და თავისი კონცერტი რეი ჩარლზის ცნობილი სიმღერით ჯორჯა დაიწყო. ეს ალბათ ერთადერთი კომპოზიცია იყო, რომელსაც ნიკ-მისული ხალხი არ აჰყვა. Свою жизнь нет, не обалдела. Я захотела любить, ты же не захотела. Может, я чё не то говорю, но ты послушай, послушай. Я же дарю тебе звезду, продаю тебе повидаться. Может быть, либо остаться на дыше. ზემფირას ვერ შევაფასებ მარტო როგორც მომღერალს. ეს არის მთლიანი მუსიკა, რომელიც სიამოვნებას მარჩებს. როგორც ვოკალისტი განსაკუთრებით არ გამოირჩევა, მაგრამ მთლიანობაში ტექსტი, მუსიკა და არანჟირება და ჟღერადობა კარგია. არაჩვეულებრივი მუსიკოსია, მართლა ძალიან საინტერესო იმ გაგებით, რომ ყველაფერს თვითონ აკეთებს, თვითონ წერს და რა ვიცი, მე მომწონს. კომპოზიტორი ნოდარ ნიკოლაიშვილი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია მოსკოვში მოღვაწეობს, თბილისში ჩამოვიდა და კინოთეატრ ქოლგაში მის ერთ-ერთ კომპოზიციაზე შექმნილი ვიდეოკლიპის პრეზენტაციაც მოაწყო. კლიპის რეჟისორი ის თავად გახლავთ. კლიპი არის დრო. ეს არის წარსულის გახსენება, ხო, პატარა გოგოს სამთამაშო. მე მგონი ის კარგად არის ყველაფერი გადაწყვეტილი. აი ეს დროში რომ შევდივართ ბოლოს საათში და იქ უკვე ცნობილი ალბათ რაზეა რა თვითონ კლიპი. ჩვენ ასე გადავწყვეტეთ, რომ ასე დაგვემთავრებინა. სცენარის ავტორი გახლავთ აგერბატონ მერაბ ხუჭუა, რომელიც მონტაჟს თვეზე მეტი მოვანდობთ, որ კვირაში კი გადავიღეთ პრინციპში. თვითონ სცენარის აზრი, ჩონჩხი, თვითონ მელოდიამ ჩამოაყალიბა, ალბათ მოისმინეთ თქვენ და დამეთანხმებით, რომ შვენიერი მელოდია, აი მელოდიამ გამოიწვია აი აზრის ჩამოყალიბება, შემდეგ როგორც ბატონმა ნოდარმა მოგახსენათ, რეჟისორი თვითონ გახლავთ, გიამ გადაიღოს და
გამტანჯა ბატონმა ნოდარმა. ცეთ ბოლოს გამოვედი აეროპორტში ვიყავით და საშნელი სიცივე იყო. კარმა გინახავ წამიღო, უბრალოდ კამერა იყო მძიმე და დავიყვირე აღარც შვილი მინდა, აღარც სოლი, აღარც ნოდარ ნიკოლაიშვილი მეთქი და რა ვიცი, ისე სასიამოვნო ამ გასთან მუშაობა, იმიტომ რომ ეს არის თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალი. სულ აი შემოქმედებაშია ყოველთვის რა ღამე იქნება თუ დღე იქნება და აი სხვა შორის ღამის პირველ საათზე დაურეკია ხოლმე და აი ზურა ამოდი ერთი რაღაცა დავწერო რაღაც მელოდია, მუსიკა. აი მე და ლელამ რა ვიმღერეთ ის რაღაც აი ეს შეიქმნა უცბად ღამე და ამერიკა მივედი და მეორე დღეს ჩავწერეთ. და კიდევ ერთი, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბატონი ნოდარ ნიკოლაიშვილის 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მზადდება ბენეფისი, რომელშიც მონაწილეობას ყველა ის ქართველი ვარსკვლავი მიიღებს, რომლებსაც რეპერტუარში ბატონი ნოდარის სიმღერები აქვთ. ძველ გალერეაში ახალგაზრდა მხატვრის ავტო გურგენიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. წარმოდგენილი იყო როგორც ფერწერული, ასევე გრაფიკული ნამუშევრებიც. ამ გალერეაში უკვე მეოთხე პერსონალური გამოფენა არის ჩემი. ამჯერად არის ძირითადი ნაწილი ახალი არის ნაწილი გრაფიკების, რომლებიც არ არის გამოფენილი და 99 წლიდან დღემდე დაგროვდა. შერეული ტექნიკა არის. ესე იგი არის პასტელი, პასტა, ყველაფერი რა, რაც მაქვს ხოლმე იმით მუშაობს ძირითადად. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.